პარლამენტში საკონსტიტუციო კომისიის მორიგი შეხვედრა დასრულდა. განიხილეს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისთვის უფლებამოსილების გამიჯვნის საკითხი. სხდომაზე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ კანონზე იმსჯელა. ავთანდილ ბერიძის განცხადებით, ქვეყანა სრულად ჯერ კიდევ 2004 წლის ვენეციის რეკომენდაცია არ გაუთვალისწინებია. სტატუსის შესახებ კანონი უნდა გადაიხედოს, რაც რეგიონს დეცენტრალიზაციის მეტსაშუალებას მისცემს. Კლიანობაში უფლებამოსილების გამიჯვნაზე არის აქ ძირითადად ლაპარაკი. მხედველობაში მაქვს საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებებიდან რაღაც იმ ნაწილის ამოღება, რაც მხოლოდ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კომპეტენციაში უნდა შედიოდეს და ნაწილი იმ უფლებამოსილებების განხორციელებისა, რომელიც შესაძლებელია განხორციელდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მიმართ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონების მიმართ, მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით. Თქვენი ჯგუფის წევრი ბატონი ავთობერიძე swams ბევრ საკითხს, მათ შორის იმ უსწორობების გასწორების სახით, რაც დღეს არის კონსტიტუციურ კანონში და შესაბამისად არის ეს ჩვენი ერთ-ერთი სამიზნე. უამრავი საკითხი, რომელიც გადახედვას და კორექტირებას აჭირებს. ზოგადი შეფასები, ჩემი, არის ესეთი, რომ დღეს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას არ აქვს სათანადო უფლებამოსილებები, მისი სტატუსის შესაბამისი უფლებამოსილებები და ვფიქრობ, ეს უნდა გამოსწორდეს და რეალური თვითმმართველობა უნდა გააჩნდეს ამ ერთადერთ ავტონომიურ რესპუბლიკას, რომელსაც დღეს ვრცელდება ჩვენი ქვეყნის იურისდიქცია.